დიდება მაღალთაში ნაღმერცა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება გიგავლობ შენ გაკურთხებ შენ გაყვანისცემ შენ დიდების მეტყველებ შენ და გმადლობ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის უფალო და მეუფეოს ეცათაო ღმერთო მამაო ყოლისამწყობელო უფალო ძეო მყოლოჩობილო იესო ქრისტე და წმინდაო სულო უფალო ღმერთო კრავთისაო და ძეო მამისაო ამხნელო ცოტათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ რომელმა ნაღიხვენ ცოდვანი სოფლის სანი მიითვალე ვედრებაი ჩვენი მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შემიწყალენ ჩვენ რამე თუ შემხოლო ხარ წმინდა შემხოლო უფალი იესო ქრისტეს ადიდებელად ღვთისა მამისა ამინ თითოეულსა დღესა გაკუთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე ღირსყვენ ჩვენ უფალო დღესა ამას უცოდროდ დაცვა ჩვენ და კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესახვთ კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავლე მესიმართლენი შენი კურთხეულ ხარ შენ მეუფეო გულისმამყო მესიმართლენი შენი კურთხეულ ხარ შენ წმინდაო გამინათლე მესიმართლენი შენი უფალო შესავედრებელ მეყავ ჩვენ ნათესავეთი ნათესავამდე მე ვსკუ უფალო მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი რამე თუ სწოდე უფალო შენ გევედრები მასწავლე მე რაითა ყონება ის შენ რამე თუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არ წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენ და ვიხილე ჩვენ ნათელი მოგვინე წყალობა შენი ცნობელთა შენთაზე და Amin. Დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა სამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ წმინდა ღმერთო წმინდა ეს მე ვარ ელენე რამიშვილი ჩემს სოფელს ქვემოსურები ქვია დილით პირველი მზის სხივით ჩემს სახლს ხვდება ახლა დილის 8 საათია სკოლამდე გზა გრძელია გზაში ვნახავთ ისეთ ადგილებს სადაც მზე ვერ ჩადის და უფრო ცივა მარტო სიარული ხანდახან მოსაწყენია სკოლამდე მისასვლელი გზა ზოგჯერ მოკლეა, ზოგჯერ კი ძალიან გრძელი. გზაში ფიქრის რომ მეტი მაქვს. როცა ამ ხიდს გადავლახავ,
ვიცი რომ უკვე ნახევარი გზა გავლილი მაქვს და მიხარია. გამარჯობა, მე ელენე ვარ. სოფელ დიდვანში ხართ ეხლა. პირველი ჩამიტარდება ქართულის გაკვეთილი, შემდეგ კი დაგათვალიერებინებ ჩემ რამიშვილების მუზეუმს და ჩემ სკოლას. გამარჯობა მას. დილა მშვიდობისა, ელენე, საყვარელი. ცოტა მოგვიანდა, მაგრამ არა უშავს. როგორ ახარ? რატო დაგაგვიანე? გზაზე იყო თუნდაც წვიმა და ცუდი ამინდია და ვერ მოვედი ადრე. გასაგები აქვს თაში, იცის ხოლმე ასეთი ამინდები. ჩვენ არ უშინდებით მასეთ ამინდებს. ელენე, ჩვენ ვისწავლეთ რეზო ჭეიშვილის სურათებიანი წიგნი. მოგვეწონა ხო მოთხოვა, განსაკუთრებით ფინალი. შენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი ვინმეს შეგშურებია? არა, სოდეს. ისე შენი აზრით რა არის შური? აბა დაფიქრდი. აი რამეს რო დაუნახავ სხვას და აი მასაც რომ მოუნდება და აი შეშურდება. ქუჩის როგორი ცხოვრებაა ამ ნაწარმოებში აღწერილი? ძალიან ცუდი. კონკრეტულად ართმევს ერთმანეთს. ამ მოთხრობის პერსონაჟ მოძალადეს მოეწონა სურათებიანი წიგნი. კი, მასწავლია. ისიც ბიჭს ეჭირა ხელში, ხო ეს წიგნი და უნდა წაართვას. აბა როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი? ამბიც ეგონა რომ არ მისცემდა თავიდან წიგნის. და უთხრა რომ მაინც დაგიჭერდა, მაინც წაგართმევ წიგნს, მაგრამ სინამდვილეში როცა უთხრა რომ წიგნი მათხოვეო, მაშინვე ათხოვა ეს წიგნი. ეს იყო თუ არა მოულოდნელი მოძალადისთვის? კი. შენ როგორ მიგაჩნია სწორად ურთიერთობა შენ თანატოლებთან? რაზე უნდა იყოს ის დაფუძნებული? რაზე უნდა იყოს დაფუძნებული? უნდა ვემეგობროთ და არ უნდა წავართვათ რაღაცეები. ისიდორე რამიშვილი იყო ამ სკოლის დამაარსებელი, ვინც ეს სკოლა დააარსა. ამ სკოლაში სწავლობდა ყველა ასაკის ადამიანები, ხნიერებიც და ახალგაზრდებიც და ყველაზე პატარა ამ სკოლაში სწავლობდა ნოე რამიშვილი. მოგახსენებათ, რომ მეც ვარ რამიშვილი. და ჩვენ სოფელში არის ძალიან ბევრი რამიშვილები, სკოლაშიც თითქმის ყველა რამიშვილები ვართ. ეხლა კი დავათვალიეროთ ჩვენი მუზეუმის ძველი ნივთები, რომელსაც გაჩვენებთ. ძველ ნივთებში შედის ძალიან ბევრი რამ, მაგალითად ეს ოდა სახლი, რომელიც იყო ადრე ესეთი სახლებია საუკუნეების წინ და ახლაც არის ესეთი სახლები შემორჩენილი. მოკლედ აი აქ რომ მოდიან ხალხი, მე ეს ძალიან მიხარია. კი ბავშვები ვართ ხუთნი და ვერთობით ვთამაშობ, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა რომ ბევრი ბავშვი ყოფილიყო ჩვენ სკოლაში. როგორც მიხვდით და შეხედეთ, რომ ქართულის გაკვეთილზე ვარ მარტო უკვე მე-6 კლასში ვარ და ეს 6 წელია ვარ უკვე მარტო. ძალიან მინდა რომ მყავდეს კლასელი, რომ ხანდახან ერთად მოვყვეთ გაკვეთილი და უფრო გავერთობოდი. მაგრამ ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თუნდაც ჩემს სოფელში ან სკოლაში იყოს ძალიან ბევრი ბავშვები, იყოს კარგი გზა, რომ ვიარო ხოლმე ეს სკოლაში უშიშრად, რომ არაფრის არ შემეშინდეს. ჩვენ გზაზე აი ვერც ტაქსი ვერ ამოვა და ვერაფერი მიწევს, რომ გზამდე ჩავიდე ფეხით. აი შემდეგ კი რაღაც ან მანქანას გაყვები ან ტაქსის გამოვიძახებ და ასე შემდეგ. და დავდივარ ცეკვაზე. ისიც მიხარია რომ ცეკვაზე ვახერხებ მაინც წასვლას და მიყვარს ძალიან ცეკვა და რომ ვიარები. მაგრამ სკოლა ძალიან მიყვარს და რომ ვიარები, ისიც მახარებს.
ჩვენ ყავდა ქორეოგრაფი ნინო რამიშვილი, რომელიც ასევე მოცეკვავე იყო ძალიან კარგი. და მეც ძალიან მინდა რომ ვიყო კარგი მოცეკვავე და დავემგვანო აი ცოტათი მაინც მას. სურები იმიტომ დაერქვა ჩემ სოფელს, რომ სუ ნიშნავს ხეობას და რები მიამატეს, ანუ სურები. სურების ხეობა. ახლა კი ქვია დიდივანი. ისიდორემ თქვა რომ მოდი რადგანაც ჩვენ სკოლაში აღიზარდა ძალიან ბევრი სასახელო მოსწავლეები, მათ შორის იყო ნოე რამიშვილი, პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარე. დავარქვათ დიდივანიო, მაგრამ მარტო ამიტომ არ ქვიოდა ჩვენ სოფელს დიდივანი. იმიტომაც ქვიოდა ჩვენ სოფელს დიდივანი, რომ ადრე დიდი ვანის წყალი გვაქვს ჩვენ, რომელშიც ზაფხულობით ხანდახან ვბანაობთ. ადრე იყო ფერმერები, რომლებიც მან გადადიოდნენ, გადაყავდათ საქონელი. იქ ჭამდნენ, იქ სვამდნენ, როცა ისვენებდნენ და რამოდენიმე არა, ყველამ თქვა, რომ მოდი ამ სოფელს დავარქვათ დიდი ვანიო, იმიტომ რომ ამ წყალს ქვია ვანის წყალი. ამიტომ დიდი ვანი დავარქვათო და დაერქვა ჩვენ სოფელს დიდი ვანი. ეს 7 ლარი გენაცვალე. ჩიჩილაკი ხო? დიახ, ხო. სახელმწიფო გურული კი დავდილე. ხილისგან კეთდება. ხო. ის პატარა ხელში რო გაქვს? 5. ხო. ეს 5-იო დათო. პირიქეთ ათვენი. ხო, ლამაზი დაიახე. ეს ყველა ოჯახში უნდა იყოს. კი, აუცილებელია ტრადიციული. რაულზე ეს არის. გაიხარეთ. თქვენც ასევე. მადლობთ. Penny never tomorrow. და უწონო მიდი ხერი მაგრამ რამდენი შოკით მინდა? წაიღე შოკი. გულზე შაომიდა. ხანა რომ არიყავი და მე არა ხერის სეიდან წევიდა. აბა ლამაზი ჭილაკები შევიძინოთ ლამაზი ჭილაკები თუ გვინდა ჩვენ ისევე როგორც ხალხმრავლობით იყო გამორჩეული ზოგადად ეს სოფლები, ასევე იყო ქართული ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებით თავის დროზე განთქმული, გამომდინარე იქიდან, რომ 60-მდე ჯიში გვაქვს 59 გურული. აღიქმება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ექსპოზიციურად განთავსებული, სადაც შესაძლებელი არის აი გურული ჯიშების სწორედ ექსპოზიცია,
ასე ვთქვათ, სიმაღლე ზღვის დონიდან ბუნებრივია ნიადაგი თქვენ ქვათირი ახსენეთ, ეს შემთხვევით არ არის. ზოგადად ვაზის ევოლუცია ესე მოდი, ჯერ იყო ხეზე, შემდეგ ჩვენმა წინათაობამ გამოვიტანა ტყიდან ვაზი, ოლიხნარის ფორმა მისცა, რასაც აქ ვხედავთ, ახლა შედარებით შემაღლებული და მერე ჩამოვიტანეთ სარს. აქედან გამომდინარე, აქ დასავლეთისათვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც აქ არის შედარებით მაღალი ტენიანობა, იქმნება შესანიშნავი პირობები აერაციისათვის და მერე კიდე გურული ვაზის ჯიშები ზოგადად მიდრეკილი არიან, ასე ვთქვათ, საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდი კვების არის. ანუ საკმაოდ უნდა იყოს დატვირთული სანაყოფე რქებით, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ხარისხიანი ყურძენი მოგვცეს, პროდუქცია მოგვცეს, რომელიც ღვინოში აისახება. საქმეელა შეუდარებელი თეთრყურძნიანი ჯანი, თავისი სახელწოდება გვიჩვენებს სხეულიანი ღვინო, შემკული ყოველგვარი, ასე ვთქვათ, იმ ხიბლით, რომელიც დამახასიათებელია გურულ კლიმატთან, გურულ ნიადაგთან და გურულ ხასიათთან. შეიძლება ასე ვთქვათ, ხასიათით ჩხავერი როა გურული? იმფერი არ ვიცია. ჩხავერი ეს დედაჯიშია. სუფთა გადარეულია რა. კი, ჩხავერი დედაჯიშია, ჩხავერი რომლითანაც შეგვიძლია რამდენიმე ტიპის ღვინო ვაწარმოოთ. ბატონულება. სულ რაღაც 3-4 წლის წინ ჯანის კვირს ვერ შევიღო. ჯანის საკვირზე მასალა მახსენდება მე მეუფე იოსებისაგან მის მიერ ჩამოტანილი ჭოხატაურიდან ოზურგეთში მის რეზიდენციასთან ახლოს გაშენებული, იქედან ავიღეთ, ასე ვთქვათ, საკვირზე მასალა, იქ მოვახდინეთ მისი შესწავლა, იქედან გავაშენეთ საკოლექციო ნარგავობაში და დაიწყო, ასე ვთქვათ, მერე მოგზაურობა ისევ. პირველად სხილათუბანი და ჯანი ეს ორი სვლა გევიგე მეუფიდან. აი ეკლესიის კურთხევალზე იყო ჩამოსული და ღვინოს ზარმაზე მაშინ კაგრას ჩაყრილი ქონდა ეს ვენახი რა, ეს ვენახი უკვე იყო და მაიო 3 ძირი მქონდაო მითხრა. მაგრამ გავამრავლეო. ესე იყო. 25 მაქო. ისი ამაყა თქვა. 25 მაქო. მე ვთქვი რა ხდება 25 რასა მაყუა. მაგრამ რომ შევხვდი მაგ თემას, მე 25 კალამი ვერ მიშოვე, კალამი. იმიტომ რომ მისი პატარა იყო ჯერ. 5 წელიწადში ბატონულევან სულ სხვანაირ ღვინოს დაგალევიებ და უფრო მრავალნაირს რა. უხარისხო ყურძნიდან ღვინო არ გაკეთდება. ბუნებრივია. გამორიცხულია. ბუნებრივია. ხო, გამორიცხულია. არა, ნუ არის მეღვინეების კატეგორია, რომელიც რომ კაი მეღვინე, მაშინ ხარ გლახა ყურძნიდან რომ კაი ღვინოს გააკეთებოდა. ნუ ეს ცოტა სხვა ხალხია. მე ასე ვიტყოდი უკაცრავად. ნუ არ ვიტყვით, ნუ არ ვისაუბრებთ მაგ და მაგ. მეღვინის ხელოვნება სწორედ არის ყურძნის გემო შეულამაზებლად გადაიტანოს ჭიქაში. ეს არის მისი ხელოვნება. საბედნიეროდ არის ახლა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ თანამედროვე მიდგომებით, რა თქმა უნდა, ძველის გათვალისწინებით ტრადიციებზე დაფუძნებული ახალი მიმართულების ჯიშური დამახასიათებელი გემოების ღვინოები მივაწოდოთ მოხმარებელს, რომ შეიგრძნონ ამ ჯიშების ფასი და აღიქვან ის როგორც ღვინო ფენომენი, ხურძენი და შემდეგ ღვინო ფენომენი. როდესაც საუბრობთ თქვენს ახალ ფართობზე, სადაც ახლა უნდა გააშენოთ ის 5 წამყვანი ჯიში გურიის ჯიშს და სინამდვილეში, ალბათ აუცილებლად გექნებათ გათვალისწინებული საძირე, რომელიც აღარ არის უკვე მარტო ფილოქსერა გამძლეს საშუალება. გურიის ნიადაგები ზოგადად პრობლემული ნიადაგებია, მიდრეკილება სიმჟავისკენ. გამომდინარე აქედან, სწორედ საძირეზე ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორც ვაზის და განვითარების, ასევე მისგან მიღებული პროდუქციის ხარისხის და კიდე ბევრი სხვა რამ. ბატონულება, აი გურიის ძირითადი შემოსავალი იყო ღვინო. იყო ღვინო რა. ყველა ხეზე გურიაში იყო ყურძენი. კახელს რო უთხარი ესა, ჯო რაფერ შეიძლებაო რა, პატარა ტერიტორიულად, პატარა ტერიტორიულად, ყველა ხეზე ყურძენი იყო რა. საკმაოდ ცნობილი ჯიშები, ბადაგი, სხილათუბანი, აი ბადაგის იგი ვერ ვიშოვე და ჭუმუტა, საქმეელას გარდა მაური თეთრი არის შესანიშნავი, აღარაფერს ვამობ კამური თეთრი, კამური შავი. ასევე არის ხუშია და ძალიან ბევრი შეგვიძლია კლარჯული, როგორც საღვინე მიმართულებით, ასევე სასუფრე მიმართულებით სხვათა შორის და მასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მაგით სხვათა შორის მართლა მაინტერესებს ძალიან მაგ მიმართულებით. კივნეული მიმართულება მევენახეობაში დღეს გვაქვს ჩვენ სასუფრე მიმართულება
ქვეყანაში, რომლის ყველა რეგიონშიც არის სამაცივრო მეურნეობა ჭირდება. სახელმწიფო ჩართულია სხვათა შორის აი ამ მიმართულებით, ასე რომ სამუშაო ბევრია და საინტერესო პროექტები გველის წინ. წარმატებები თქვენ. ერთობლივად. ერთობლივად. აი ხარ. ჩვენ ვართ ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელი ამაღლება. სოფელი ამაღლება არის სადურლიზეო. ჩვენი გვარი აქედან არის წარმოშობილი და მე არის გასული ბევრგან ხსენებადოლიძე პატარა საკმაოდ ესეთი მრავალრიცხოვანი გვარია. ამაღლების თემი შედგებოდა 5 სოფლიდან. ეს იყო შუა ამაღლება, ანუ ცენტრი იყო, სოფელი სამება, ჩვენ შემდეგ სოფელია თქვენ გეცოდინებათ, ქვათირი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ამაღლების ამ უბანს
ქვია კვათერი და ადრე ცალკე სოფელი იყო. და იყო კიდე სოფელი ქვიშნარი, რომელიც შუა ამაღლებიდან იქ შესასვლელი და აქედან გადასასვლელი იყო. რა ადრე ეს გზა, რაც ახლა არის ჩოხატაურსა და ამაღლება შორის ეს გზა არ არსებობდა. ვიცოდი რომ აქ იყო ტანარი იყო დანგრეული და პატარა ბიჭი ვიყავი მე 6-ე, მე 7-ე, მე 8 კლასში იმაზე ვოცნებობდი რა, იმას აღვადგინოთ ეგება რამე რომ ახლა როგორც ხედავთ, მიდის ტაძრის მოხატვა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას ტაძრის კურთხევასა და მოხატვის დაწყებას შორის, მაგრამ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. იხატება უძველესი ტექნოლოგიით რა, რასაც ქვია ფრესკა. ფრესკა ნიშნავს სწრაფ ხატვას, ხო, სველზე ხატვას და კირზე ხატვას რა. მეორე პირი კირის გადასმიდან კომპოზიციის დამთავრებამდე გაქვს 48 საათი. ამ 48 საათში თუ მოასწარი დამთავრება, მოასწარი თუ არა და უნდა მოანგრიო და ხელახლა უნდა გალესო პირველი პირი, ხელახლა უნდა გავისო მეორე პირი და ხელახლა უნდა შევუდგე ხატვას. ასეთ ტექნოლოგიებია ჩვენი ტაძრები თითქმის ყველა რა, რომელიც თავის დროზე მოიხატა და იმიტომ გვაქვს ის ბედნიერება რომ გქონდეს განუმეორებელი ფრესკები შემორჩენილი. ბავშვობაში არაფერი არ მომიფარა. როგორ არა, მომიფარავდა ერთ ასეთ კურდობას კარგი შედეგიც მოყვა. მახსოვს თხილი მოვიპარე კოლმურნოვის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, რაც დამიჭერდა მოხუცი იყო და მე ახალგაზრდა. გავიქეცი საღამოს კანტორაზე დამიბარეს თავმჯდომარემ და მითხრა თხილს რატო იპარავდი, მეველეც იქ იყო. სასტიკი ვარი უთხარი რომ არ მომიპარავს მეთქი და მეველე განსაკუთრებული მეყურავდა. და მე ვუთხარი ეს მოხუცია ალბათ და ეჩუ მოეჩვენა ვიყავი მეთქი და გამომიშეს და გზაში დამეწია მეველე და მითხრა რომ შვილო ნოდარო ადამიანს აქვს შუბლის ძარღვიო. ის რომ გაუწყდებაო, მერეო იოლია ძალიან ცხოვრებაო და ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ დაიწყებ თავიდანო, ნუ გაიოლებ ცხოვრებასო. ხო, ესა და ეს როგორც ერთ-ერთი ცნება სახარების ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ რომ ის ნამუსის ძარღვი, შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვეტო არასდროს.
სადა ხარ ბაბუ? როგორ მომენატრე შემამაძაღლო შენ. არ უნდა გამეშვა ის ბავშვი. მაგრამ იმ ხალის საცოდეებას ვეღარ გაუძე. ერთი გვირის თავზე ავდგები და ჩავაკითხავ. ზეგწავალ აუცილებლად. არა. ზეგამდე დასვენ მოვიცვლი. ხوار. დილაუთენი ავდგები და ჩავაკითხავ ჩემ შვილისთვის. ხა. ასე იქნება. მოვდივარ ბაბუა. მოვდივარ. ბაბუა. მომეყურა თუ? ბაბუ. ბაბუ. დაილოცოს მე თოშენი სალამთალი მოდი ჩემო ბაბულია. მოდი ჩემო სიწყლო და ყორწო როგორ მომენატრე. ჩემო სიწყლო და ყორწო ჩემო ბაბულია. და გამოიქეცი ხო ბებიაშეს. მოგენატრა ხო შენი ბაბულია. ჩემდაგიდა ბაბუ ჩემდაგიდა როგორ გამაყარე ჩემო ბაბუ. მოდი ბაბუ. მოდი აქ დაჯექი. ხვალ ვაპირებდი ბაბუ შენთან წამოსვლას როგორ გამაყარე. მოდი დაჯექი. გამოიქეცი ხომ შენ ბებიაშეს გამოიქეცი. მოგენატრა ხომ შენი ბაბულია. როგორ გამაყარე ბაბუ როგორ გამაყარე. მოშიებული ხები ახლა შენ. არ შეავლებო. აქშია ხო? მაშინ მე ნაციანი კვერი გამოაცხად და ისადილო. მეტებატონი ნოდარდუმბაზე ჩამოვდიოდი თასე, მისი მამე და შვილი კიდე თამაზი, ლაშის ღელებში სათევზაოდ. ვიდიოდი თოხი და ბარი და ღელებს ვურავდით და გაჩვენებთ ადგილსაც, სადაც თევზაობდით. იქ ჩანჩქერია და ძალიან უყვარდა ჩასვლა ჩანჩქერზე. აკვანი იაკოვსკიძე საბანაო ადგილი. ნოდარის ბავშვობიდან მოდის, მაგარი არა, ალბათ ბაბუაჩემის ბავშვობიდან ეს აკვანია. საცივი ვავს კიდე გოგვირდნარების წყალი, გამთელობის კარგია, აქ უყვარდა მოსვლა, გაჩვენებთ ახლა ამასაც, გამოგზავნით. პატარა ასაკშივე მესამე კლასში ვიქნებოდი, ნოდარი რო ჩამოვიდა ჩვენთან. მართლა ძალიან სამბეჭდავი იყო, ნოდარისთან ერთად ყოფნა და გასახარებელი ამბავი იყო, მასთან მოვიდოდა ჩვენთან სწულად. პიროვნულად ძალიან საყვარელი, შეგიტყუებდა რაღაცეებში გვემასწრებოდა. ძალიან მოსიყვარული კაცი იყო და ეს სიყვარული იფქეოდა მის გარშემო და ყველანი როგორც ღმერთს ისე ღებულობდი ჩვენ ნოდარ-დუმბაზეს. ადრე ხედავდი სულ წაწერას, როგორც აბრა თეთრი ასოებით დაწერილი იყო და ცდ რუსული მამამთავრული ასოებით. ნოდარის დაწერილი იყო. იმან მითხრა რომ ეს არის ცენტრალური სახლი, უსახურების ცენტრალური სახლი. ესე იგი იმთავითვე კრიტიკულად უყურებდა თავის ცხოვრებას და ყველაფერს ამ სოფელში და საერთოდ ქვეყნიერებაზე ხდებოდა. აქ მინდორი იყო ჭალა, სოფლის ხალხის თავსიღლი და ახალგაზრდობა, ნოდარის ტოლები, თანაკლასელები, ისინი ჭიდაობდნენ და იგი ეკუთვნოდა კოწია პოსტალიონს. აქ შეღობილის ქონია ადრე კოწიას და საზამთროებს ესავდა თურმე და მამაჩემი და ნოდარი პარავდნენ, ღელეში ჩადიოდნენ, რომ კოწიას არ დაენახა და იქ ღელეში მიირთმევდნენ საზამთროს კოწიას ნაშრომს. რეალურად არსებობდა ნოდარის მეხვედამზიდან იქ პოსტალიონი ყავს გამოყვანილი კოწია კოლმონოვის კრებაზე ნასვამი რო შედის ომი მე დავიწყებ რო ამბობს აი საგახლად რეალური პიროვნება აი ნოდარი სადაც ბავშვობა გაატარა სადაც მისი ბაბუას სახლი არის იმის უკან აი კოწია პოსტალიონის სახლი იყო.
გამარჯობა ხალხო თქვენ. რა ზამუნჯებულ ხართ? ამოიღეთ ხმა. ვერ მისწორებთ თვალებს ხომ? ყველას ჩემი დანახვის გეშინიათ არა? ხო? კოტია მე პოსტალიონი. ქიშვარდია. მომეცი ერთი სიტყვა. ერთი სიტყვა მათქვევია თქვენ უღმერთოებო. გადავიტყვი. ვინ დაიწყო ომი? არა. ჰიტლერს არ დაუწყია ომი. ომი მე დავიწყე მეზობლებო მე. ლუკაია ფოცხიშვილო. ვინ პირზე მიწათა საყრელმა კითხრა პირველად დაიღუპა შენი ბიჭიო და ვინ შემოიტანა შენს ოჯახში სიკვდილის ქაღალდი. რა თქმა მე თქვენი ცრებლების ყურებ. რა თქმა მე სიპიტოს მხრალი არა. რა თქმა მე ასეთი ცხოვრება თუ მეზობელ ჩემი დანახვის ეშინია. არ მინდა მე პოსტალიონობა გეყურება თქვენ. არ მინდა პოსტალიონობა. ქიშვარდია. ჩემი ალმასხანა ომში არ გეწოდებით ხალხო. ღმერთო. შენ მაინც არ გეწოდები. ჩამოდი ფეხად და შენ თვითონ დაურიგი ამ ხარს აგიცნობები შენ ღმერთი ხარ და ყველაფერს გაუძლებ. მე კაცი ვარ, მეტი აღარ შემიძლია. შენი გაჩენილი თუ ეს ქვეყანა ღმერთო შენ თვითონ მოუარე. მე რას მაქრევინებ ამ ხელად წოდვას. ღმერთო რას დამუნჯებულ ხარ? ამოიღე ხმა. ჩვენ შვილობა გამარჯობა ამირა მიდრადადი შავდებო ჩანჩქერს ხმა ახლავს, ხმაურიანი არის და ისე გიხარია, ისე აი რო ჩამოვსულ ვარ. ბავშვები ერთმანეთს არ აგონებს და იმ ხელაზე გადის ხმა. რომ ბავშვებს ერთმანეთს ვერ აგონებს და ზემოთ ხმა გიამოდის, ზემოთ გიგასმის. გესმის ამ ბავშვების მხიარულობა და სიცოცხლეა რა, სოფლის სიცოცხლეა, ღელეცაც სიცოცხლე უნდა, ღელეც სიცოცხლეც არის ეს ყველაფერი. აქ ჩამოვდიოდი ჩანჩქერის გარეშე, ჩამოსვლა არ იქნებოდა, რო არ გვენახა და პლუს მაგას შემდეგ თევზაობა თოხი და ბარი. თქონ ერთი წყენა ის ხონდა რომ დიდ თევზებს თვითონ იბრალებდა, პატარა თევზებს მემაბრალებდა. ხოჯაი ეს დაჭერილია მაგიო. თორა სიამა იყო, რა თქმა უნდა. მაშინაც ვერ გავეცნობიერი, ალბათ რომ ამ ხელა ბუმბერას ადამიანთან გვერდით ვიდექი. მაგრამ ნოდარი იყო ისეთი უშუალო თავისუფალი კაცი. ვერ იგრძნობდი იმ კაცის გვერდით თუ აი ამ ხელა რა ვიცი აი სიკეთის სავსე ადამიანთან სიყვარულის სავსე რა ვიცი გურია მე დამანახა გურიაში გაზრდილგაც თუ როგორი იყო გურულები ამას საერთოდ არ უყურებდი ნოდარ დუმბაძეს როგორც ჩოლო პიროვნებას როცა ნოდარ დუმბაძეზე საუბარს ვიწყებთ ყოველთვის მე კი არა ყველა მის მასზე საუბარს დიდი დატვირთული ემოციებით შემოიფარგლება ხოლმე იმიტომ რომ ამოუწურავია ამ კაცის იუმორი. მისი ჩამოსვლა სოფელში ზაფხულობით იყოს სოფლისათვის რაღაცა უზარმაზარი ზეიმი. მათთან შეხვედრა იყო ძალიან თბილი, ყველას უნდოდა რომ ნოდარი მის სახლში მიეწვია. მასთან ერთად ერთი ჭიქაღვინო დაელია თუნდაც ემღერა. ის რო ჩამოდიოდა, ახალი დატვირთვით ჩამოდიოდა, ახალი იუმორი ჩამოდიოდა. თუ ხიდის თავში რაღაცა ახალი იუმორი იყო,
და გაჩნდებოდა ეს ნოდარადან იყო წამოსული და იცოდე ნოდარამ თქვა ესაო და იმას იბიურებდა ხალხი. ყველაზე დიდი დარტყმა, აი თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აი თვითმფრინავის ბიჭების დაუკვამდა იმ მდგომარეობამ მატყინა ნოდარს გული. აქ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ცხოვრებაში ყველაზე მეტი დიდი ტრაგედია, რაც ნოდარს ცხოვრებაში შეხვდა. რომ ვერ დაამარცხა სიკვდილი. ამაზე თურმე ხშირად საუბრობდა და თუ ამაზე საუბარს დაიწყებდა, არ არსებობდა რომ მათ ცრებლები არ წამოწვენოდა, რომ ნანობდა მას მის ცხოვრებაში. აი ხლა ამჟამად ესეც დასამალია რა, მე უსინათლო კაცი ვარ და აი დღესაც გამოვდივარ სცენაზე. მადლობელი ვარ ჩემი კულტურის ცენტრის დირექციისას, რომ ისინი ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ მე მაინც მოვხდე სცენაზე. მე მაჩუქეს სიცოცხლე. Hey, ამოდი ძმობილო, შეხედემზეს რა ახლოა, აკეთოლების კალთები, ირმები საბალახოა, გუბაზე ულომითხარი შენი სათავეს ადარი, მეფე გუბაზის რაშივით, რომ გაგიშლია ფაფარი, ნანინეო ნანინა, აბადელოდელო ნანინა, მეფე გუბაზის რაშივით, რომ გაგიშლია ფაფარი, ნანინეო ნანინა, აბადელოდელო ნანინა, სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია და წიფნაგვარელი ნათელა წიფნაგვარელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცი ნათელა, ჩემო ციხევ და გალია. კიდევ ბევრი ლექსი მაქვს თქვენი დაწერილი, მაგრამ ეს ყველაზე კარგია. ცოდო ამის ასე დაკარგვა. დაშენეს ლექსი არავისთვის გიჩვენებია? რას ამბობ ნოდარ ბატონო? ჩემზე დაწერილ ლექსს ხვალს როგორ წავაკითხებდი? არც შვილებს? არც შვილებს და არც არავის სულიას ქვეყანაზეთ. კარგი ხარი ხარ ნათელა შენ. ეხლა კი გიცანი და გამახსენდი, მაგრამ ვაი რომ გვიანია. სულ ყველაფერი გამახსენდა. ის თუ გახსოვს ნათელა, ლექსებს რო გიკითხავდი სვინის ძირში და რო ჩაგვეძინა მე უცებ ორივეს. ბიჭო ნოდარა, ძინავს მაგათ შიმში და ნუ გაახვიცებ. მე ვარ ვასილ ბუბუტეიშვილი, ჯოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობი. ეხლა ჩვენ წარმოგიდგინეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ნუ გააღვიძებს ნაწყვეტი ნათელას და ნოდარის სცენა. მე ბევრად გილას მითამაშია ეს ნაწყვეტი, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ეზოში დღეს პირველად ხვებულობ მონაწილეობას. სხვა განცი და სხვა განწყობით ვასრულებ ამ როლებს, იმიტომ რომ თვითონ იმდენად კეთილი და საყვარელი კაცი იყო, რომ არ შეიძლება სხვანაირად მოგივიდეს, ამიტომ ვცდილობ, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო ნოდარის შემოქმედებიდან და ნოდარის დაწერილი წიგნებიდან ისეთი როლები, რომელიც საინტერესო იქნება ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც. ასე რომ დღეს კიდევ ერთხელ გახარებული ვარ და ბედნიერი ვარ ამ დღით. დიდი მადლობა თქვენ. კაცობრიობის სიყვარული ძალიან დიდი ქონდა. თანასწორობაში ილიკო და ილარიონი რა არის რა, თანასწორობაში უნდა ესხურა ყველას. ყველას თანასწორო ეს იყო მისი ტვირთი იყო თითქოს, რომ თანასწორები არ იყვნენ ადამიანები და სხვადასხვა იმაში აყენებდნენ ერთმანეთს ადამიანები ძალიან ცუდად ეპყრობიან და იცისებენ ისეთ რაღაცებს, რაც არ ეკუთვნის მას და ერთს რო აქვს, მეორეს რო არ აქვს, ეს არის დიდი უზარმაზარი ტრამვა და ეს ამ ტრამვას ნამდვილად განიცდიდა ის. ნამდვილად, იმიტომ რომ ბებია ილიკო და ილარიონს წაიგითხავ და ამხელა ისა იმორდა როგორ ცდილობს თანაბრად იყოს ყველანი. ეს ჩემი სახლი ბაბუას აშენებულია, ცოტა კოსმეტიკა გვაქვს გაკეთებული, თორემ ბაბუას აშენებული გახლავთ. აკეთ კიდე
ბატონი ნოდარის სახლი გახლავთ. უკან კიდე მისი ერთ-ერთი გმირის მეუხედამზიდან ყოწი აპოსტალიონის სახლი გახლავთ. მეოთხე სახლი კიდე ბიძამისის ბატონი მამია დუმბაძის სახლი საოცარი პიროვნების. მამა და ნოდარი დამჯდარა ერთხელ და მამასვეს უთქვამს ნოდარის რომ დიმიტრი ამ წუთასო ხელს მოუწევრო სიკვდილსო 60 წელი გავძლოვა და მამა ჩემს უთქვამს ამადარი ცოტა არისო 60 წელი 70 მაინც ვიცოცხლოთო და თქვენ წარმოიდგინეთ მამა 55 წელი იცოცხლა ნოდარი კიდე 1 წლის შემდეგ 56 ნოდარი გარდაეცვალა იმის ხმა მინდა და როგორ უნდა და სიცოცხლე ვის არ უნდა ნოდარის მაინც და ალბათ მამასაც და ყველას კაცო მაგრამ რა ვიცი ბუნებამ რა ვიცი ისე მოიტანა რომ ძალიან დიდ პატივს ემდა მამიდაშემს გარდაცვლილი მამი დამყავს ორი მამი დამყავდა ერთი ახლახან გარდაიცვალა წლების უკან ერთი კიდე მამას დედა ადრე გარდაეცვალა და აი მამიდამ გაზარდა მარგალიტა მასხენებს ხავს ნოდარის ნაწარმოებში ბაბუა რო გვწება მარგალიტა ერქვა მარგალიტა გადმოიო ბაბუა გარდაეცვალაო და ჩემი ცხადიეო და გვწებოდა მამიდა ჩემი სისილი შემცხადიებლების მეტი რაღაცა მაგას სახშიო მე რო არ გადავსულიყავიო და რაღაცაო და მე დაბრმავდა მამიდა ჩემი დიაბეტი დაემართა და მახსოვს გადმოვიდოდა ნოდარი და ბალკონში ხელით ატარებდა მარალი და არ დაწვე იცოდებოდა მე დღეს თუ ვარ ცოცხალიო მოძრაობით ვარ ცოცხალიო და მე თამაზი მითხრა ნოდარის მამიდაშვილმა რომ მამიდა შენზეს უნდაო რაღაც დაეწერაო მაგასო ნაწარმოები იმიტომ რომ მართლაც განსაკუთრებული ქალბატონი იყო მამიდა ჩემი მარგალიტა ბაბუას ურთიერთობა ცოტა კომიკურია იმ კუთხით რომ 5 წელი არ ელაპარაკებოდა არც ილიკო და არც ბაბუა ჩემი ნოდარ დუმბაძეს ამ ნაწარმოების გადამკიდე მე ბებიალიკო და ილარის გადამკიდე 5 წლის შემდეგ მოხდა როგორც იქნა შერიგება და ბაბუა ჩემი პოეტობდა რაღაც ლექსებს წერდა სხვადასხვა რო შეურიგდა 5 წლის შემდეგ შეურიგდა ბაბუა ჩემი და ლექსი უზუნა ნოდარის თავდებოდა ასე დიდი ლექსი იყო იმდენ რამე ჩამოგიტან ვერ წაიღებს რიონი ახლა გემშვიდობება შენი ილარიონიო მახსოვს შერიგებაზე თან სიგარეტები აჩუქა ბაბუა ჩემს ფილტრიანი სიგარეტები ბაბუა ჩემი ფილტრიანს არ ეწეოდა საერთოდ პრიმას ეწეოდა და ყველას დააწყვიტა ეს ფილტრები და ისე მრცულში ეწეოდა და აქ ჰქონდა ეზოში დიდი ცაცხვეს ხე ბაბუა სულ ცაცხვეს ქვეშ ლეჟანკაზე უყარდა წამოწოლა და ჩაძინებულზე სულ იცახოდა სახსრები აწოხებდა ცოტა ალბათ ვაიდედას და წამოძახება და ნოდარი კიდე დიდი კოინდარი ჰქონდა ეზოში მას და კოინდარზე იწვას ხშირად რა ეზოში როგორც გამოვიდოდა და გამოძახებდა იქნა ილარიონ დუმბაძე რო ის მოხვალ ჭკუაზეო და ბაბუა ჩემი აქედან ნოდარი არ მომიყვანო მაქანეო გაზახებდა აქედან ბაბუა ჩემი მაინ ალბათ და ხშირად მე მახსოვს ერთი ასეთი რაღაცა იყო სოფელი არ ვცევთ პატივსო ხალხო ეს გაუბრაზდა ვიღაცას ბაბუა ჩემის თქვენ არ ვცევთ პატივსო რა ნოდარია ჩემი თავი სოფლიოს გააცნო ბაბუა ჩემს უთქვამს და სცენაზე წაიყვანენ ძალით ირიკო და ბაბუა ჩემიც ჩავადავრონა დადგა პირველად თუ არ ვცდები თუ მეორედ არა აქვს მაგას მნიშვნელობა მე ბებიალიკო და ილარიონი და შუა სცენაზე შუა სპექტაკლის დროს ამოხდარა ბაბუა ჩემი ფეხზე თურმე და მსახიობებს უყვირეს მაიამბავი არ იყო მასე თუ ვეროღობი დახლავო და იყო ესეთი რაღაცები რა საოცარია აი რა კარგად ათქმევინაო ოლღა ბებია გვდება ოლღა ბებიას შვილო აღარ მოხუც რო უყურებო შენო იმ ხელას სიკეთე გაიგეთეს ამ ქვეყანაზეო არ დაპირდე გადაგიხდიო რომს დაპირდე ვერ გადავხდიო და არ დაპირდე რო გადაგიხდიო ასეთი იყო ნოდარი საოცარი ადამიანი ალბათ მას დღეები უნდა და ცოტა რა ვიცი ფიქრი კი არა გული უნდა ვიცი და როგორი გულის მას ჰქონდა მე ყველა ქართველს ვუსურებ ამ ქვეყანაზე იმ გულით იცხოვროს და დარწმუნებული ვარ რომ მეტად ბედნიერი ერი ვიქნები განამარტო ერი იქნები ბედნიერი თუნდარისეულის სიყვარულს კი ხალხი ისწავლეს დედამიწა იქნება პლანეტა ჩვენი ბედნიერი ყველგან სიყვარული იქნება ყველგან ხელის გადახვევა იქნება და ალბათ მე ასე ვფიქრობ იცით იქნება აზია სამშობლო თუ მაღლარია საჩხერა პრობლემა უნდა დაკრიფო თუ დაბლარი არისო მუხლებზე და ჩოქით მოურცავა კი საოცრად გავს სამშობლო კი ესე
ლოცვასო, ლოცვა კი ეს არაფერს არ უხდება როგორც სამშობლოს. ეს იყო კაცი, რომელსაც მის სამშობლო, მისი ხალხი უზომოდ იყო შეყვარებული და ძალიან მიყვარს მისი კეთილოს ნათქვამი. მამა გავიდოდა ერთი ქუჯაშიო, ერთი მამა მიდიოდა რამდენიმე წუთის შემდეგ მის გარშემო 20-30 კაცი იყრიდა თავსო და ყველანი ხარხარებდნენო. ყველას ჩუქნიდა მის წილ სიცოცხლეს, მის წილ სიყვარულს, მის წილ სიხარულს ამ ქვეყანაზე. რა ვიცი აბა. ბაბა კაცი ხარ ახლა შენ უკვე კაცი. ხო და რასაც გეტყვი ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე. ეზოში შემთხვევით ქვას თუ წამოკრა ფეხს გეტკინება ხო? კი ბაბუა. გეტკინება. აიღე ის ქვა. ოღონ არ გადააგდო. ფრთხილად დადევი ბაბუა. იცოდე ის ქვა ბაბუა შენია. უფრო მთავარი ბაბუა. ეს კარგად დაიმახსოვრე. ღადარი ბაბუ. ღადარი არ გააციო იცოდე. თუ ვინმე მჭიშკართან მასპინძელო დაიძახა? გადი ბაბუა კარეთ. და სარში შემოიპატიჟე ის კაცი. ჰა. ერთი დოქიღვინო. ერთი ნატეხი ჭადი გამეიტანე ბაბუ და ერთი ჭიქით იმ კაცს შენი ოჯახის ჭერია. სახლი და ჭერი დაალოცვინე. ერთი პრიმანჭული შევოკარი შენებურად შენ რომ იცე და ისე გაუშვის კაცი. ახლა კიდე უფრო მთავარი ბაბუა. აბა მითხარი ახლა. რა მოგიყვანა შენ? დღეს ჩემთან თუ იცი ეს? მე გეტყვი. აბა წამახენე სოდაზე მიხარე აი ესე. სისხლმა ბაბუ. სისხლმა მოგიყვანა ბაბუა შენ ჩემთან. სასწაულია ბაბუა სისხლი. სისხლის ძახილი ბაბუ. სისხლის ხივი. აი რა მოგიყვანა შენ ჩემთან დღეს. ავიდეთ ახლა ბაბუა. გვიანია. დავწევ და დავიძინო და ხვალ ლავარებო. აი, რა? მომიდეთ და ავიდეთ ახლა და სიკვდილით ეშინია იმათ, ვინც არ იცის რა არის სიყვარული, რა არის ბედნიერება. აი ამიტომ მე ყველას ვეტყვი, ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი. იცხოვრებთ ამ ქვეყანაზე სიყვარული. ურთიერთპატივისცემი და სიყვარულით იცხოვრებ და ბედნიერად წახვალ ამ ქვეყნიდან. და დარჩება ის ავტორიტეტი, რომელიც შენ გაქვს, უნდა დატოვო და ჩვენმა თავობამ და ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა თქვა ჩვენზე ჩვენ ვინ ვიყავით. ჩვენ არ გვაქვს იმის რომ მე ასე ვარ და ასე ვილაპარაკო და ტეგი ვარ. ხალხმა უნდა თქვას ვინ ახარ შენ. ხალხმა გააღმერთა ნოდარი, ხალხმა აღიარა ის დიდ პიროვნებად და ამიტომ ხალხზეა დამოკიდებული ყველაფერი. მოგესალმებით. ჩხოდაურის რაიონიდან მე და ჩემი სახელობის ანსამბლი ნართი. დიდ მადლობას გეცხადებთ თქვენ პირადად და ყველა იმ ხალხს, ვინც გვერდში მიედგანა ჩხოდაურის და თქვენი სანახალხი ჩვენ ძალას და ღონეს გმარდეს. დიდი მადლობელი და მოხარული ვარ ჩვენი ძალა და ღონეს შემატებისათვის 95 ქალს რომ სიხარული ვიგზენი თქვენი სტუმრებით ჩვენთან. დღეს ჩვენ შევასრულებთ გურულ სიმღერას გახსოვს სტურპა.
აი, ჩვეულებრივი ბადე ორჯოხზე. მას გავჭიმავთ აი აქ ქოხის წინ. ესე დავამაგრებთ, ჩვენ ვეფარებით აი ამ ქოხს. ფრინველი მოდის იქედან. ბადის შემდეგ ყავს ჩიტი. და დაველოდოთ უნდა ფრინველის გამოჩენას. სანამ ჩიტამდე მოვა, წინ არის ბადე. ამ ბადეში რომ მოხდება, აი ბადეს ვკრავთ ხელს და შიგნით ფრინველი გაეხვევა. ისე ადრე უფრო ბევრი იყო ასაკიანი ხალხი, პატა ბავშვებიც, ახალგაზრდებიც. შემდეგ რაღაცა შესუსტა ეს დამოკიდებულება ბუნებასთან, ფრინველთან დამოკიდებულება და რაღაც ჩიტი იციან რაია, არც ფრინველი იციან რაია. არაფერი აღარ იციან საერთოდ. ურთიერთობა გაწყდა. კაცობრიობის ურთიერთობა გაწყდა სამყაროსთან საერთოდ რა და რასაც ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს მას. მეფეებს ყავდნენ შევარდნები, შევარდენით ნადირობდნენ, ხოლო გლეხებს არ ჰქონდა უფლება, რომ შევარდანი ყოლოდათ. გლეხს ყავდა მიმინო. ქორი მიმინო, მაგრამ ქორს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას, უფრო მიმინოს. ხოლო როდესაც შემდეგ მეფობა გადააგდეს, მივხვდი ეს სწავლება, ძირითადად სადაც ინახებოდა ბაზირობა, ეს შევარდენიც გადავარდა მასთან ერთად რა და დარჩა გლეხი მიმინოსთან ერთად. და დღევანდელი სიტუაცია რაცაა მოტანილი ბაზირობის აქან სწავლება ეგა მიმინოს დამსახურება. გლეხებმა შეინახა და მიმინო მოიტანა. ამისათვის დიდ მადლობას უნდა უხდიდნენ მიმინოს მაგის შესახებ. მაგრამ ყურადღება არ ექცევა რა. აი კაი იქნება რაღაც ფორმა მიღებული, რომ აი წესით არის შემთხვევები შეიძლება მოვიდეს ვიღაცა დამცველი გარემოს და გითხრას რომ ეს არ შეიძლება. მაგრამ ბაზირობა შეიძლება. მაგრამ ბაზირობა თუ შეიძლება ფრინველი თუ არ გეყოლა, რაფერი შეიძლება ბაზირობა ფრინველი თუ არ დაეჭირე. ზოგი გასართობად მოდის ახლა ბაზიერები არა, მაგრამ ხელს არ ვიშვერ ახლა არავის მიმართ, მაგრამ ყველა მონადირე მიცის რომ ბაზიერი სადაც დაждდება ფრინველის დასაჭერად, იქ გადადის სხვადასხვა ფრინველები კიდე, სანადიროთაც და ისეთ მოიპოვება. ხო და როცა არ არის სანადირო ფრინველის ფრენა, ხანდახან ერთობიან და ამ გაფრინვალე ფრინველებს ესვრიან, ერთობიან, გართობის მისით გამოიყენებენ. კლავენ და აი აქ მერე დაცივა ეს ბურდღები კრუხში გაგიპუტავენ რაღაცა. და მერე ვიღაცები მოვლენ ნახავენ ამას და გონიათ რომ ბაზიერები კლავენ აქ მიმინოებს და ფრინველებს. ბაზიერები ყველაზე მაგრა ხვდებიან ბუნებაში პრობლემა როცა აქ ფრინველს. იმიტომ რომ არის სეზონი ყოფილა მასიურად დავამტყოფებული ფრინველები დაგვიჭერია. სექტემბერი არის ძირითადად ახლა ადამიანს უკვე როცა უნდა ფრინველი დაიჭიროს და შემდეგ ფრინველით ინადიროს, უკვე სექტემბერში ფრინველი უნდა ყავდეს მას წესით რა დაჭერილი და გამართული. ზოგს გონია მერე ეძახიან რომ იყო ასეთი შემთხვევა რომ მერე რო გოუშვე მოკვდება, ვეღარ წავა, ვერ გადაფრინდება, ეგრე არა, იმიტომ რომ ფრინველი მიმინოს ზამთარშიც არის ჩვენთან. მივხვდი? ყველა არ მიდის. ხო და თუ ვინმე იტოვებს, ის ჩვეულებრივად სპეციალური ოთახია, სადაც გამოაზამთრეს და უვლის მას. წყერი სეზონი დაილევა, ფრინველებს უკვე უშვებენ და ის ჩვეულებრივად კაი ხანი არ მიდის კიდევ აქანე ჩვენთანაა. დღეს დავიჭირეთ ქორი. ახლა უნდა შევხამლოთ ქორი, მე და ჩემო მეგობარმა, უფროსმა კაცმა, ჯონდომ. ისე ახალგაზრდები ბევრი აღარაა დარჩენილი და კიდევ ესენი არიან უფრო მეტად ასაკიანი ბაზიერები, რომლებიც დიდი სიყვარულით უვლიან ფრინველებს. უნდა დავამზადოთ ტყავებით. ტყავი კარგია, რბილია, ცოტა მაგარი უნდა იყოს, რომ არ გაწყვიტოს, მაგრამ ჯანიანია ქორი ძალიან, გადახტომის, გადმოხტომის დროს და ფეხებს არ ጥቀენს. აი ფეხები რო არ ატკინოს რა. ამისათვის უნდა იყოს ტყავი. არის რაღაც საშუალებები, მაგრამ ტყავი ყველაზე მეტი გამართლებულია, რბილია და დასამუშავებლადაც კაია და დიდ ხანს წყალში რო ჩავა დასოლდება, მალე არ ფუჭდება და არ წყდება. მამაჩემის ბიძამ მასწავლა ბაზიერობა და ფრინველი განსაკუთრებით მყავდა და მიყვარს განსაკუთრებით ქორით ნადირობა. ქორი მაგარია, ხოხობზე ნადირობ ქორით, კურდღელზე ნადირობ. იღზე ნადირობს თავისუფლად. წყალზე რო დეიჭერს, ხო? რაც არ უნდა ის იყოს, დიდი ახლა შიგნით ზღვაში არც არ ის არ დუჯერია ჩემ ფრინველს და ახლა პალიასტომის პირზე დანაჯერი ყავთ ტბაში, რო ჩავარდა, იყვიანა, ხო? ცდილობს თვითონ. ნაპირის. რომ ფრინველი ნაპირისკენ მეიტანოს. მეიტანოს ნაპირისკენ. წამეიღოს. უცებ ხო არ გვდება, იხვიც ანუ და
ისე იმაშובה რომ იხვით სურავს თან აი რომ იმაშובה წყალზე ზევით ფთებს რო იქნებს რა იხვიძე უნდა გინარგიდან ნაპირისკენ აძალებს რომ მოიყვანოს ნაპირთან ახლოს უნდა მოვჩიმოთ ეს ორე თასმეს მოვჩიმოთ ეს გაკეთეს ბილათ აქფერზე უკვე всё დამთავრდა ამის შეხამა ეხლა უნდა დავიჯინოთ ეს ხელზე ჩვენ და არის ძალიან ისეთი პროცესი ამისათვის ჯერ ხელზე რო დავიჯინო კარგად და ცოტა ხანი ჯდომას მიეჩიოს უხმარობთ აი თავზე რაც ახურია ხუდი არის მშვიდად რო ვერ ხედავს არ იბძვის და ესეთი აგრესიული არ არის როგორც ეს ახლა ზის ესევე იქნება ესეც მოხსნით ამას აგიც აფერი კბენია აი როგორი აგრესიული გამოხედვა აქვს შეხედე ვარ გვიკბინოს სანამ ხელზე დავისვამთ მიკბინება აი ეს ხუდი ამისთვის არის კარგი ახლა ხუდი რო არ ეხუროს ხელზე არ დაჯდება ახალ დაჯერილი როა და ის აფერი აგრესიული წეიზროს უნდა მეიხსნას უნდა ხუდი აი ხელზე ზის და ადრე უნდა სულ ხუდი რო ეხუროს და ისე და მე მეჩო ცოტა ხანში მე ქუცას გადავს და ჩვენი წინაპრები მაგალითად ამის გამო რომ ეს ხუდი ასე არ იყო ეს შევარდნის ისე შევარდნის ხუდია ეს შევარდნებზე ხმარობენ ძირითადად ამ ხუდებს ამისათვის თვალებს ნევსტეძაბით უკერავდნენ აქანი პატარა იმ გუგებზე შეერთეთ რომ დაეჯინათ ესე იგი როგორ უნდა დავიწყოთ გამართვა ახლა დაჭერილი ფრინველის პირველ რიგში როდესაც შევხამლოთ დავიჯენთ ხელზე უნდა დავაწყებოთ ხელზე ჭამა ხორცის და ცოტა ეგ არ არის ადვილი საქმე რადგან ახლა ბუნებაში თვითონ იჭერს ჭამს და მე შენი ხელიდან უნდა შეიწყოს ჭამა უკვე ამისათვის ზოგი ფრინველი ჯიუტობს არ იწყებს ჭამას რომ მიუტან ხორცს ახლოს ზოგს ხასიათი აქვს ეგრევე რომ მიიტან დაიწყებს ჭამას და ამისათვის რა უნდა გამოვიყენოთ ახლა ჩვენ ბუნებაში როდესაც იჭერს ქორი თქვა ფრინველს ყველა ფრინველი არის ცოცხალი და მას აქვს ინსტინქტურად გადარჩენის მიზნით გეიქცეს უნდა იფართხალებს რაღაცას და ქორის ფეხებზე თვითონ ამას გძნობს სენსორულად აქვს მოწყობილი და ცოცხალი არსება როდესაც ფეხში ყავს ხო და თუ ის გაქანდა და ცოცხალია ინსტინქტურად ფეხებს უჭერს რომ ის კლანჭები ჩაარჭოს და დაუნტრიოს რაღაცები ამისათვის ეს უნდა გამოიყენოთ ხორცი უნდა ავიღოთ და აი ფეხებზე უნდა გავუსვათ რომ მიხდეს რომ აქ რაღაც ცოცხალია რომ გააკეთოს რეაგირება მიხდით ხან შეიძლება არ გააკეთოს ამაზეც მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ალ კიდევ სხვა მდგომარეობები როდესაც ცოცხალ ფრინველში იჭერს ის რომ ფართხალოს ფთას იქნებს ფთას არ ტყამს აი ასეთ ამასათ ადგილებზე ფრთებზე მიხდი და ეს ხორცი როს ავიღებთ აი ასეთ ადგილებზე უნდა დაუსვათ ფრთებზე და იმას მივარტყათ რომ ტიკნა დაიწყოს როდესაც ტიკნა დაიწყოს მე უკვე მივცემთ ასე მე და როდესაც დაიწყებს ჭამას ახლა შეგვიძლია ცოტა გამოვართვათ ეს ასე მიხდი და შემდეგ უნდა ვასწავლოთ უკვე შენთან მოსვლა გადმოხტომა ფრინველს შენთან წამოსვლა რომ შენ გაქვს საჭმელი ხელში იცოდეს ამისათვის უნდა დავსვათ ფრინველი შეიძლება 2-3 დღეც დაგჭირდეს ამისთვის ხერწნა რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანო ერთ პირველი 3-4-5 დღეა ცოტა შენს გადიხარ წუთნის პროცესს და ფრინველიც მასთან ერთად შემდეგ როდესაც ხელზე ჭამას კარგად ვასწავლით დავსვამთ ჩვეულებრივად ფრინველს ასე კანდარაზე და პირველად შორიდან არ ვიწყებთ ვარჯიშს რომ შორს წამოვიდეს ეგ არ გვინდა ჩვენ რომ შორს წამოვიდეს არ წამოვა აზრი არ აქვს ტყულა უნდა ვიწვალოთ ფრინველსაც დავაფრთხოთ და ყველაფერს ამისათვის ვეცადოთ უნდა რომ ახლოს პირველ რიგში ახლოს მივიტანოთ ხელი მიხდით ან დაუწრუპუნოთ ამ შტენაზე რაზეც გვინდა რომ ის გადმოხდეს ხელზე მიხდით ჯერ ახლოსაც შეიძლება მიტანა მოატიკნიებ ხო მე ცოტას გამოუწევ ხელს ორი რა უნდა ქნას გადმოხდა ხელს ამას რო გააკეთებ ცოტას კიდე შევაჭმევთ მე შეგვიძლია გამოვართოთ და ისევ დავსვათ კანდარას შემოვა ზურგით არასდროს არ დასვათ და მე არ დაუძახოთ ეცადეთ რომ ხელი ასე კუძე მიადვათ რომ შემოატრიალოთ ფრინველი ნელა ფთხილად მშვიდად არ დარდ შემდეგ შეგვიძლია ცოტა გავიწიოთ თუ წამოვა შორე კარგია თუ არა და პირველი 3 დღე ვეცადოთ მე ახლოს მივიწიოთ ისევ შემდეგ აი ესე გადმოხდება კიდე და ასე ნელა თოგს გავაგრძელებთ და დაახლოებით 20-30 მეტრაზე უკვე რომ მოდის ფრინველი
ის უკვე იმან გამართულია. შემდეგ ვიწყებთ ხეზე ხიდან წამოსვლა რო ვასწავლოთ. ანუ ხეზე შეფრენილი ფრინველი რო წამოვიდეთ ჩვენთან. ეს აუცილებელი იმისთვის არის, რომ როცა ნადირობ, თქვა ფრინველით, შეიძლება ფრინველო ვერ დაიჭიროს, რასაც მისდევს და შეფრინდება ხეზე. და იქიდან ჩამოსვლა შენთან თუ არ ასწავლე ხორცით, ესე იგი მაშინ მოგიწევს ყველა წუთში ხეზე სრბილი. ამისათვის მე ხეს ვნახავთ, სადაც ასე დაბალი ტოტებია რაღაცა გაკეთებული. შევსვამ ხოლმე, ხერ. შემდეგ ვიწყებთ იგივე პროცესს რა, ახლოს. ხორცს ახლოს მივიტან. ვაჭმევ ასე. მიხდი, რომ დაიმახსოვროს ჩემ ხელშია ხორცი. შემდეგ გამოვწევ ცოტა საკით. მიხდი, გამოვწევ ცოტას. გადმოხტება ეკაც. ამ პროცესს როცა მივიტანთ. ცოტას მოვაჭმევთ კიდე. შვიდად, რაც შეიძლება შვიდად უნდა იურთიერთო ფრინველთან რა. ნევრები შენ თვითონ არ უნდა მოგეშალოს. თუ მოგეშალა ნევრები ფრინველს ვერაფერს ვერ ასწავლი. იმიტომ ხან იზამს, ხან არ იზამს. მიხდი? შემდეგ კიდევ ცოტა შორე გამოვარ. დაუწრუპუნებთ ასე, აი? ესე გააკეთებიათ. მე თოქს ჩააბავ ამაზე ხიზაზე, ერთ 10-15-20 მეტრაზე უკვე რომ მოდის ხიდანაც, შეგიძლია ფრინველი უკვე მზადთან და გაიყვანოს სანადიროდ. და ასე გაიცნო, მაგრამ წვნის პროცესს ცოტა შენც მოთმინება გჭირდება, იმიტომ ფრინველი ხან გააკეთებს იმას, რაც შეგინდა, ხან არ გააკეთებს. ხან შენ უნდა დააკვირდე რა უნდა, რა სიტყობს. მიხდი, რა მდგომარეობაშია, გაღიზიანებულია რა, კაი ხასიათზეა. და ის გამოიყენო უნდა ყველაფერი აუცილებლად რა. შვიდად, რაც შეიძლება. ურთიერთობა ფრინველთან. მე ვარ გიორგი სინცაძე, 14 წლის, ჩოხატაურიდან. ცხენოსანი, ჩემი და ცხენის ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო, ეს სიყვარული და ასე ვთქვათ, ურთიერთობა. ჩემი დიდი ბაბუა იყო ცხენოსანი, რომელმაც 13 წლის ასაკში ბახმაროში გაიმარჯვა პირველი ასპარეზობა. მე 13 წლის ასაკში გამოვედი ბახმაროში. პირველად დავჯექი ცხენზე დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, მამა ჩემთან ერთად და აქედან დაიწყო უკვე ეს ცხენის ურთიერთობა. და ისტორიებმაც, ბაბუა ჩემის ისტორიებმა უფრო ასე ვთქვათ, შემაყვარა ცხენი. მე მაქვს ვიდეო მასალანახი, სადაც გურულები იყვნენ ჰოლანდიაში წასული, სადაც ხალხს გააცრეს ჩვენი კულტურა, ჩვენი სპორტი და ასე შემდეგ, სადაც ასე ვთქვათ, აღორძინეს ეს სპორტის სახეობა. ჩვენ საჩვენებლად ჩავატარეთ ისინდი ვაჩვენეთ როგორ შეიძლება ისინდის თამაში და ბავშვებს ვასწავლოთ მივცეთ მაგალითი გურიაში როგორც ვიცით ყოველთვის იყო განვითარებული საცხენოსნო სპორტი რაც შეეხება ისინს ეს ძველი ქართული ტრადიციული თამაშია რომელიც მოიგონეს და შექმნეს იმისათვის რომ ბრძოლის დროს გამოეყენებინათ შუბი მადლობას მოვახსენებ ბავშვებს იმისათვის რომ ინტერესი გამოთქვეს აქვთ ინტერესი რომ მიიღონ მონაწილეობა სპორტის სახეობაში აგერ პატარა ბარბარე რომელიც არის მეხუთე კლასში უკვე 2 წელია ვარჯიშობს და ემზადება წლევანდელი სეზონის დოღებისათვის წარმატებები მინდა უსურო ბარბარეს და ყველა მომავალ თაობას
ურთხევლად ღმერთი ჩვენი ყოველდღიად და მარადით და უგუნით უგუნის ამდე ამინ დიდება შენ და ღმერთო ჩვენ დიდება შენ და მეუფეოზესა თაუნუგეშინის სემენოსო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლი და ჩვენი და საუნჯეო კეთილთაო მომჯებელო ცხოვრებისაო მოვედა და იმკვიდრე ჩვენი შევედა წმინდა ყვაჩაყორისაგან ვიცი რაც ხოლმე სახელოსნი ჩვენი დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა აზდა მარადით და უგუნით უგუნის ამდე ამინ წმინდა ღმერთო წმინდა უძლიერო წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ წმინდა ღმერთო წმინდა უძლიერო წმინდა უგდაო შეგვიწყალენ ჩვენ სიყვარულია გამშვენებს დები მაღალი აჭარისა და სურების მწვანე ჩოხებში ჩაცმული გუშაგილამას ბუნების აბადელანა ნინავდა გატყობს მდინარე სუფსის ხმა გუბაზოულის ხმაური გათქმული სტუმართ მოყვარე გულთბილი ჩოხატაური საქურავს სისარტყელები მორთული გასაკვირალი სიცოცხლეს გმატებს კურნალი ცნობილი დაძაკინო როსკამ დაძაკინო გეცვალ ხარბადო ასწინოთ ხალხი ამგია შენაგიცამე sen ne de sana bari kopyar kola. Haraşme bakalım. Abi gatista. Ne de sana bari kopyar bakalım. Adam ne buli kalk. Kino hali masro mi diyor ya bu. Ben gagosum ben nora. Ne de abde bir etişe. Ne de sana masro nakasın. Kino hali masro var seni ona geçsin o gün sabah ona haber ona gagıtam ediyor. Kola pelnakı sonra başında geliyor amıyor onda. Kağanat naxav. Gamxada bero iqay axalgazda ise. Kiqa axalgazda guli xuma axalgazda şen var xa. Guli ar xusteba ara. Guli axalgazda. Xona
აბა მისგანში ახალგაზრდა კაცი არაა, ხო მოხდება, კარგად მოხდება. ავანტოვარნი გეიარო და ასეძებდა საქმე რა. უნდა გახიდე გეიარე, და მოყრებს დედმამიშვილი მარგა, მიზა მოსაგან დიდხანს უნდა იყო, ეცხოვრო, მე გონო ნადეწყო დედმამიშვილი შენი. ხო დედმამიშვილი მიწაში ყავს. დედასავით საფიცარო შენ ახარ მზე შენ ხარ გული სოფლიოშია ცნობილი ჯადოს ნური კრიმანჭული შენს მიწაზე ამაყად დგას სამნისე როგორც ერთი უბადლო ჩოხატაური ლანჩხუთი და ოზურგეთი აბადელა ნანინაოდა მე დავიბადე შუაგანახლებაში. დედმამა შრომელი არაფერი სიკეთი არ ქონდა ისე გაგვათ ისე დატვალებად გავზდილი ვარ და შქონებაში და მასში. დედმამიშვილებით ვიყანდი და დედმამიშვილებით წინაფერი აღგანა. ჩემი გული მოკლა ჩემი დედმამიშვილებმა. 5 ფოთოლონი ჩამოვარდება ერთად იგი აძნელი თუ არა 5 დედმამიშვილი კაფეი კაუჭი არჯიში ქონდა არაფერი, მაგრამ წავიდა იმ ქვეყნას თაყვანს. ყველი არაფერი არ ვქებით იმ ქვეყნას მივდივართ, მაგრამ ძალიან გულშემატკივარი ვიყავით დედმამიშვილები. სასიხარულოა ცხოვრება ჟრიამულია, მომავლის წინაფერი აღგანა, თავის დროზე ვინც გათხოვდება და მიყვარს ძალიან კარგი. შენ ამშვენებ Oui, oui. Génial. Regarde. Ça bouge à l'intérieur. Tu vois? Wow. Impressionnant ça. Ah, oui. Et ça tourne, regarde. Ouais. On sent que c'est vieux. C'est un limonnaire très amélioré, hein, celui-là. Bah, c'est comme la boîte et de la musique, mais un très grand. Magnifique. ნოერამიშვილი იყო დიდი პოლიტიკოსი, სხვა მრავალმხრივი მინისტრი იყო ჩვენი მაშინდელი მთავრობის. შემდეგ მოხდა ემიგრაცია მთავრობის. ამ ემიგრაციაში ბევრი ჩვენი რაიონის მკვიდრი იყო ჩოხატაურელი. ნოერამიშვილის შთამომავლობა არის კიდევ და როდესაც ჩამოდიან საქართველოში ყოველთვის სტუმრობენ ჩვენთან, სტუმრობენ ამ თვითონ ზემოსურებსაც, სადაც დაიბადა ნოერამიშვილი დიდივანში. თავისი წინაპრის კარმიდამოში შეისყიდა მისმა შვილიშვილმა სახლი, მიწა შეიძინა, ააშენა კოტეჯი და იქ დაკრეფილი ყვავილებით წაიღო მან. Le mariage avec oui, les chevaux. Ils sont couple là. C'est la fête à Moscou. de mariage. C'est ça à Moscou. C'est la photo du mariage. Oui. C'est la photo de mariage. Oui, oui. Ils se sont mariés. Oui, ils se sont mariés. Et un cheval. Donc. Un cheval. Ils ont fait leur mariage avec le cheval. ბათუმში შეყრილმა გურულებმა სპეციალური ცრმა გაიარეს. ცოტა ხანში კი გემ მარიათი მართლში ჩავიდნენ, საიდანაც ნიუ-იორკისკენ აიღეს გეზი. მთლიანობაში ამერიკაში ჩასვლას გურულებმა დაახლოებით 20-25 დღე მოანდომეს. ქართველები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ნიუ-იორკის ჟურნალ-გაზეთებმა სარეკლამო კამპანია რომ წამოიწყეს და მათ შესახებ დაბეჭდეს ცნობები. უნდა ითქვას, რომ შოუს ორგანიზატორები თავიდანვე ნაკლებად ან საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ მხედართან ნამდვილ ვინაობას და გურულ მოჯირითეებს რუს კაზაკებად ნათლავდნენ. პროგრამებში მათ რუსეთის კავკასიის კაზაკებს, ხან გურულ კაზაკებს, ხან კი რატომღაც კავკასიელ ებრაელებს უწოდებდნენ. ხშირად მათი ვინაობის განსამარტავად იხსენიებდნენ მაზეპას, როგორც მათ წინაპარს. გურულები ყოველნაირად ცდილობდნენ განემართათ საკუთარი ვინაობა, მაგრამ ამაოდ და ამის გამო განაწენებული რჩიოდნენ. სიკვდილი რავა არ არის, ყველა კაზაკებს გვეძახიან და ისიც ვერ გავაგებიათ, რომ საქართველოს შვილები ვართ.
ივანე მახარაძის თავკაცობით მოასპარეზე გუნდმა ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიარა, სადაც მათ ახტოვანებული მიღება ჰქონდათ. იმდროინდელი პრესა წერდა: საკვირველს სურათს წარმოადგენენ ეს მეომრები. სახე ერთსა და იმავე დროს მკაცრიც აქვს და წყნარიც. შავი ჭკვიანი თვალები და გრძელი შავი წვერი რაღაც უცნაურ ელფერს დევს მათ სახეს. მათ შეასრულეს მშობლიური სიმღერა, რომელსაც რაღაც უცნაური მელოდია ჰქონდა. თუმცა სიმღერა წყნარი იყო, მაგრამ შიგდაშიგ საშინლად გაჰგიოდნენ. ისინი ამპარტავნობდნენ თავიანთი ახოვანი ტანით, იარაღის სილამაზით და ამავე დროს ბავშვებივით უხარიათ, როცა შამპანის ღვინით სავსე ბოთლები იხსნება. უცხოელთათვის ქართველი მხედრები ნამდვილ ეგზოტიურ სანახაობას წარმოადგენდნენ. ყველა განსუფრებული შეჰყურებდა ერთი მეორეზე უკეთეს, თოფ იარაღში ჩამჯდარ ვაჟკაცებს. ყველა ცდილობდა ხელით შეხებოდა მათ. განსაკუთრებული ინტერესი იწვევდა მასრები, რომელიც მინიატურული დინამიტები ეგონათ. ხოლო მოგვიანებით პარიზში ყოფნისას ფრანგებს ისინი ნამდვილი მეომრები ეგონათ. ქუჩებში, სადაც კი ცეკვა თამაშით გაევლიდან გურულები, ტევა აღარ იყო. ახტოვანებული პარიზელები გაჰყვიროდნენ კაზაკებს გაუმარჯოთ. გურული ფირალები იყვნენ როგორც სულით მიამბოხეები, აგრეთვე განსაკუთრებული მსროლელები იყვნენ და განსაკუთრებულად ხმარობდნენ ამ იარაღებს ხელისუფლების წინააღმდეგ და მთავრობის წინააღმდეგ, მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. გამოირჩეოდნენ გურულების ერთოდ მთელი გურია გამორჩეული იყო თავისი სულის გვეტებით, მტკიცე ხასიათით და მებრძოლის სულით. წარმოდგენილი არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, რომელიც დაიწერა 2009 წელს. გერბის ავტორი არის მხატვარი არჩილ კუტალაძე, ჩვენი რაიონის მკვიდრი. გერბზე გამახვილებული არის ყურადღება ფრინველი მიმინო. იმიტომ არის გამახვილებული, რომ ბაზიერობა ჩვენს რაიონში გავრცელებული იყო ეს სპორტი. Ce genre de sport est aussi développé aujourd'hui en Géorgie et à Choukhataouri et vous devez la possibilité de faire connaissance avec ce sport. გადავინაცნობთ ეთნოგრაფიულ კუხნაში, სადაც მასტერ კლასებს გიჩვენებენ, თათარ ფელამუშად უღებენ და ჭურჭხელებს ამოავლებენ გურულ ჯანჯუხას. Présent à la cuisine ethnographe de la Géorgie et ici on fait felamushi. Et on fait tout cela. და დავაგემოვნოთ. Merci à vous. Merci à vous. Il y a une technique pour voir ce Comment on sait que c'est cuit? Comment on sait que c'est cuit? Comment on sait que c'est prêt? Quand on sait. Comment on sait que c'est prêt? Est-ce qu'il y a une technique? Une façon de savoir quand c'est prêt? On voit. Quand c'est prêt? Oui. Il sera très Et comment très épais. Il faut que ce soit épais. Il faut que ce soit très épais. Oui, encore quelques minutes. Parce que là, nous, je viens moi, je faisais un truc, je ferais ça, comme ça, pour voir. Non. ისე როგორ შინჯავთ, რომ ეს არისო ზადო. აი, რომ მოიხარშება თავზე, ესეთი რაღაცა ნაოჭებს გაიკეთებს. Ah oui, ça, je vois ça. Et je vois surtout que j'ai chaud. J'ai très chaud. C'est compliqué, c'est pas facile. C'est plus facile assis. Ok. Waouh. Attention, Margarita. C'est bon? Attention. Attention. Voilà. C'est ça pour pas se brûler. Attention. Merci beaucoup. Merci beaucoup. On s'est régalé. C'était très bon. Très bien. Et puis c'est intéressant à voir. Ouais. Merci beaucoup. Waouh. Oui. C'est vrai. C'est difficile. Waouh. It's very hard. Waouh. C'est magnifique. Vous faites très bien, monsieur. Ah bah voilà.
Ah oui. Oui. 3 fois, j'y arrive. A fait ce chichilaki et c'est pour cadeau. Oh, merci beaucoup. On va prendre un. Merci. Quand même. Merci beaucoup. Merci. C'est magnifique. C'est très gentil. Prends lequel tu veux. Prends celui-là. Oui. Merci beaucoup. Oui. Waouh. Oh. C'est toi. Non, juste un, c'est bon, ça juste va. un. On va le mettre sur la tête. Bon, on va. On va le mettre dans notre maison. Ça va vite. ფაზიანობა ერთ-ერთი ძირდველი სპორტია შემორჩენილი საქართველოში. ოდითგან ჩვენი მეფეები ფაზიანობდნენ და ვაგრძელებთ ამ ძველ ტრადიციას. Et nous continuons les traditions de chasser des faucons. მიუხედავად იმისა, რომ რთულია. C'est très difficile chasser. À cette époque-là, c'est très difficile. ამას ვიჭერთ სექტემბერში და ოქტომბერში, ნოემბერში უშვებთ და ვიტოვებთ ერთ წელს. Ça fait combien de temps qu'il s'occupe des... მე 50 60 წლიდან. C'était hier. Il avait 10 ans, il a commencé. Avec 10 ans. Il avait 10 ans. D'accord, ok. Et aujourd'hui, la tradition, vous la transmettez? გოგო საბჭოს საქართველოს ჩემპიონია. ბიჭი საღერ. D'accord. ადარაშვილი შვილები. Bien. Bonjour. Réponds. Bonjour. Gamarjoba. Gamarjoba. Oh. C'est génial. Merci. C'est gentil. Il y a longtemps que je n'avais pas fait ça. Oh putain. Pour aller cuisiner là-haut, ça se mérite. Hein. Je dis pour aller cuisiner là-haut, ça se mérite. Hein. Pour aller voir. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მომწონება გურიაში. ჩვენც გესტუმრებით თქვენთან. Bienvenue dans notre pays en Géorgie. Merci beaucoup. En France, tout commence par un verre de vin. En Géorgie aussi. Donc, on va utiliser les traditions vinicoles de la Géorgie pour trinquer à cette belle journée, à cette belle soirée. À vous tous, merci. Nous allons préparer un plat qui est un plat. Donc, nous allons préparer un plat que personnellement j'aime bien manger en Géorgie. Et je me suis toujours dit un jour, il faudrait que j'essaye de le faire. Donc, on va prendre les mêmes ingrédients et vous allez faire ça de votre recette traditionnelle.
Et moi, je vais faire avec ma vision, avec la cuisine française, on va dire, mais sans perdre l'identité du plat. ჩვენი სასმისია მშვიდობის. მშვიდობა იყოს. Santé. მშვიდობა. მეც შემოგთავაზებთ საცივს, გურულ საცივს. ახალი წელი მოდის და ტრადიციული ჩვენი კერძი არის უფრისთვის, პირველი კერძი საცივი. Pour le nouvel an, on fait en Géorgie toujours satsivi de dinde. Satsivi, tsivi, c'est le mot froid. Froid, d'accord. Et on sert froidement ce plat. Eh bien, on va se mettre à travailler maintenant. Hein, on n'a plus que ça à faire. Donc, elle a parlé de faire un truc froid. Moi, il sera chaud. Oui. La différence. Différence. Quand soit il s'arrive rond, quand il s'arrive à tsivi, je me quitte très long d'abord. D'accord. On travaille. We go. Commençons par. Allez. Donc moi, je vais enlever toute la chair de la dinde et le découper en morceaux. Il ne faut pas os. Non. C'est plus facile. Voilà. Ce n'est pas facile, oui. Si, c'est facile. Oui, c'est facile. Voilà, regarde. Après, je vais le... Hop. Bravo, merci. Donc, nous avons préparé, avec la chef de Gori, un plat traditionnel. Elle l'a fait avec ses traditions, et moi, je l'ai fait simplement avec mon cœur, avec les idées que j'avais et de ma cuisine française. Donc, on va les goûter, on va voir ce que ça va donner. Donc, Dana, on goûte. On va vous dire si c'est bon. Enfin, si on aime bien. Bon, ça, c'est le plat qu'a fait la chef. Donc, j'ai appris que ça se mangeait froid. Ouais. C'est bon? J'adore la sauce. Moi, je trouve la sauce magnifique. C'est bon. Ça, c'est ton plat? Ça remonte un peu, c'est un peu piquant à la fin. C'est magnifique. Donc moi, je souhaitais que ce soit chaud. C'est très bon. Les deux sont bons. On retrouve les goûts de la noix, qui est l'élément essentiel de ce plat.
Mais ça fait vraiment deux goûts différents. En tout cas, merci beaucoup pour cette dégustation. Et je voudrais simplement vous dire que on a passé une journée incroyable. Incroyable. Depuis ce matin, nous avons vu plein de choses. Je ne savais pas la richesse. Je ne connaissais pas la richesse de cette région. Et on a été de surprise en surprise. Des choses dont on n'avait jamais entendu parler. Les courses de chevaux, notamment tout à l'heure. C'est incroyable la passion de ces gens pour les chevaux. Les traditions dans le musée qu'on nous a expliqué. Et surtout, les histoires. Et je ne savais pas à quel point l'histoire de la région était liée à l'histoire à la France, à mon pays. Je trouve ça merveilleux et ça me touche beaucoup. En tout cas, j'espère qu'on aura l'occasion de se revoir parce que c'est un moment formidable. Et je voudrais, puisqu'on est en fin d'année, souhaiter à tous un très joyeux Noël et des bonnes fêtes de fin d'année et une bonne année. Santé à vous. Merci beaucoup. ადრებებო ამას აწყობდნენ ოჯახში. რამდენი ოჯახის წევრიც იყო, იმდენი ოჯახის წევრზე ცხოვრობდა ღვეძელი. უფროსი ოჯახის წევრზე უფრო დიდი, მერე მოყობოდა უფრო ისე პატარა და სულ პატარას უფრო პატარას და ლამას გამოუცხობდნენ და მიართმევდნენ. ყველა გამომცხვარ ღვეძელზე, აი ამ კუთს ასე რო გამოცხობოდა, მიაჭრიდნენ ამას. და ასეთი ის ქონდა რა ქვია, ასე შემოატარებდნენ თითეულს, ასე შენი თავის ადგივარი, შენი მუცლის ადგივარი, შენი ფეხის ადგივარი წეიღოს ამანო და შეაგდებდნენ ცეცხლში იმ ღვეძლის კუთს. ხარე ზაზაია ჩემოძამია. ჩემ დროს ისე იყო ხარები და ურენი. ალილოზე რომ დავდიოდი და ახლა ცხენი და კაცკაცი ყავს. მაინც ძველებურია ისე. აბარა. მაინც ძველებურია და ყველაფერი კარგად გამოგიო. შობის ალილოზია ხლა. სოფელში ჩამოვივლით. ყველა კარგი განწყობითაა დღეს და ეხლა ჩემი ბავშვები შემოგვიერთდება და ერთად წავალ. ბავშვებო! აბა ალილო! ჩემი ბავშვები. გილოცავთ. გენაცვალეთ, გილოცავთ. აი ხარი, გილოცავთ, რავას დაესწარით. მრავალშობა ახალ წელს. ბაძებიჯი წავედით, გაუყვეთ გზას და წამია გზას. ბევრი გვაქვს სასიარულო.
დღეს მთელი სოფელი უნდა შემოვიაროთ. ხო, კაი განწყობა გვაქვს, ბავშვებო. ალილოიდა, აი ალილოიდა. შოროლები წირვალებენ, ანათებენ ბეთლემსაო და შობას გილოცავთ. დაესწარით. სიკეთე. სიყვარული, სითბო. ნინო, გენაცვალე. მრავალს დაესწარით, დიდი სიყვარულით. ალილოდა, აი ალილოდა. ქრისტეს მახარობელი ვარ, ქრისტეს შობას მოგილოცავთო. ალილოიდა, აი ალილოიდა. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო. ალილოიდა, აი ალილოიდა. ანგელოზ დიუგალობენ, დიდება მაღალთაში ნაო. ალილოიდა, აი ალილოიდა. ეს რომ წევსე მაგაიგეს, მივიდნენ და თაყვანიცეს მას. ალილოიდა, აი ალილოიდა. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო.
სკვარ შემოვიდი მაგრამ სკვარი იმაშოვა არ შოვა არ მოდი ეს ჰუ შედი ეხლა ყავს 69 წელით ხა 3 წელიწადი და 9 უკვე ყავს ხა და მალოვამოს რაღაცები გაუგეთ ჩავწვით ამის მდგომარეობას თავი ის არის რომ უნდა მიხედო ფიზიკურად ამათთან ცხოვრობ ჩვენ ესაა ჩვენი საზრუნავი დილას ვიგვიძებთ და საღამოს ამათთან ვიზინთ აგერა ჩვენი სკელია გაჩვენოთ დანარჩენი რა ვიცი ბევრს ვერაფერს ვერწევ ამ საქმეში იმიტომ რომ არ გვაქვს ძალიან დიდი გამოსხება, მაგრამ რაც ეხა ბიჭები მადლობა უმორს ახერხებენ ფიზიკურად ყველაფერს დობენ ამ საქმეს სულიერად ფიზიკურად, რომ ეს საქმე განვითარდეს. პერიოდები აქვს ამათაც რაღაცა ისეთი პერიოდი აქვს, რომ ხან გიჯერებენ, ხან არ გიჯერებენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში. მონასტერი არის ძველი, მე-6 საუკუნის, რომელიც არის ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელი, დიდი ისტორიის მატარებელი, თუმცა ცნობები ძალიან მწირია შემორჩენილი, იმიტომ რომ კომუნისტური რეჟიმის დროს გაანადგურეს, ძალიან დიდი წიგნსაცავი იყო. ცნობილიც არ არის ვინ დააარსა ეს მონასტერი. მე-6 საუკუნეში ბევრი მამები არ იყვნენ მაშინ. გამოკვლეული არ არის ძირითადად მონასტერი, მაგრამ რასაც აქვს ცხოვრობთ ძალიან დიდი მადლი და ძალიან დიდი ღვთის ენერგია, ტრიალებს ძალიან დიდი. მადლი საერთოდ არის ენერგია. სულიწმინდის მადლი არის სულიწმინდის ენერგია, ძალა. რომელიც ადამიანის სულის ცხოვრების ფუნქციებს ამუშავებს. მე აქ ვარ 2005 წლიდან, არქიმანდრიტი მარკოზი მქვია, გურგენიძე ვარ გვარად. თბილისში დავიბადე, გავიზარდე და 98 წელს წავედი ჯუმათის მამათა მონასტერში. რო გითხრათ პირველი შთაბეჭდილება მონასტრის ცხოვრებისა იყო, ერთი რასაკეთებს ეს დასრული ხალხი ამ ტყეში, შავებში ჩაცმული ვერ გავიგე რა უნდა. მე ერთი-ორი დღე შევხედე გამოვიდა და დასკვნა არ ყოფილა ესეთი გიჟების ჩვეულებრივი ადამიანები ექვებს არ იციან არაფერი. მე ვნახე რომ ჩვეულებრივი არ არიან, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, სიყვარულით სავსე ადამიანები არიან და დიდი პატივი და დიდი სიხარული შემოვიდა მათგან გულში. ტყედაღრე კი არ მომწონს მართლა ის სხვა გელი. ეს ნამაზი ბუნებაა ყველაფერი, მაგრამ ერთ კვირაში ეს ყველაფერი თვალი ეჩვევა, გონება ეჩვევა და დიდი არაფერი მოსახიბლი არ არის ხა პირველად რომ მოდის ადამიანი ძალიან ხიბლულია სილამაზით. ამის შემქმნელი ვინც არის რო უყურებ. ამის შემქმნელს რო გაიცნობ. მე რო არაფერი არ გინდა, ეს რო გულს ეხება, ეს რო შენ ცხოვრებას ეხება, მე გძნობ რომ შენთვის შენი ცხოვრება ამ ქვეყანაზე ტყუილა არის და ჯობია რომ უფრო მაინც და უმაღლეს მიუძღვა შენი თავი და ზოგი ხელოვნებას უძღვნის თავს, ზოგი მეუღლეს უძღვნის თავს, ზოგი ოჯახს უძღვნის თავს. ჩვენ აი ესეთ თვისში ღმერთს მიუძღვენით თავი. ამდენად ასი ცხოვრება რომ მოწე ასივეჯერ ამას ავიჩი. ბედნიერება ვიპოვე რაც. ის ვიპოვე რაც სულ იქნება. სულ იქნება და ჩემ ცხოვრებაში არადოს არ მივადატებს, არადოს არ მოგვდება, არადოს არ გაიქცევა, არადოს ტელეფონს არ გამითიშავს, კარებს არ დამიკეთავს. არ მოკვდება, ავად არ გახდება. წუწუნს არ დაიწყებს. ყველაზე ძალიან უყავა და ყველაფერი შეუძლია. ნეგატივს ვერაფერს ვერ მივყენებ. ამ ქვეყნიური ბედნიერება რა არის, რაც შეგიყვარდა ვინმე, დამთავრდება ცხოვრება, ანის გადაიცვა, ამში გადაიცვები, უკვე ოცნებაშიც კი ბედნიერი აღარ ხარ. ქონება გაქვს და შეშინებული ხარ საწაიღო და მიწაღართოს არ იცი. ბედნიერება ის არის, რაც სულ იქნება. სულ მარტო ღმერთი. ამ ქვეყანაზე ვეიწყებ ღმერთთან ყოფნა. 1000 სასופველი რა არის, 64 რა არის, ჩვენი გაგებით რაღაცა
ვარდისფერი ჭიტები დაფრინავენ და ლამაზი კუნძულები, ეგ არ არის სამოთხე. სამოთხე იესო ქრისტესთან ერთად ყოფა. იესო ქრისტეა თვითონ სამოთხე. ის არის კარიც და ის არის სილამაზეც და ის არის სიხარულიც და ის არის ბედნიერება. მასთან ერთად რო ხარ უკვე ბედნიერი ხარ. ამისთვის ბევრი ფაქტორი გიშლის ხელს და ამიტომ ხდება განცალკევება ცხოვრების წესი. არაფერი უბედურები ჩვენ არ ვართ, არაფერი გიჟები ჩვენ არ ვართ, არაფერი რაღაცა უნატკენი ცხოვრებაზე არა ვარ ნამდვილად. მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, საჩის ვიცხოვრე, იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც ერთად ვიცხოვრე და იმათმა ძალიან ბევრი განაპირობეს იმის, რომ მე ამგვარად დავგვარიყავ. მადლობელი ვარ თქვენის, იმისთვის, რომ ესე გინდათ გააშუქოთ და სწორად მიაწოდოთ ადამიანებს რას ნიშნავს მონასტრის ცხოვრება და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამას იღებს, ვინც ვერ იღებს, ერთმა გააგებიოს და მე არა მაგას დასამალი, ასე და ვიმალები, არავის არ ვიმალები და მინდა რომ ყველამ გაიგოს ბედნიერება რა არის და სად არის. და გულს რო შეეხება ღმერთი უარი არ უთხრს. ერთმა დაგლოცოთ. გამოავლინო სული შენ და დაბადნე იგინი და განაახლო პირი ქვეყანისა. იყამდიდება უფლისა უკუნისანი იხარებდა სუფარი კუნთაზე და თვისთა, რომელი მოხედავს ქვეყანას ეზიდა და ხობს მას შეზრწუნებულ, რომელი შეახებს და კუმოდიან. ვაქებდა უფალსა ცხოვრებასა ჩემსა უგალობდა ღმერთსა ჩემსა ვიდრემდის ვიყოლმე თბილა ყავ გალობა ჩემი ხოლმე მივხარებდა უფლისა მიმართ. მოაკვდნენ ცოდული ქვეყანი და ოჟილონი ნურღარა იპოვები მასზე და აკურთხეს სული ჩემი უფალსა. ზემას ნაჟამი დასვლისათვის ისა დაზდევნელი და იქნაღამე ვითარ განდიდნენ საქმენი შენი უფალო და ყოველივე სიბზნით ქმენ დიდება მამასა და ზისა და სპიდესა სულსაც და მარადის და უგუნითი უგუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ დამერთო. ალილუია, 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 დიდება შენ დამერთო. ალილუია, 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 დიდება შენ დამერთო ჩვენო დიდება შენ და